2025 წლის შეჯამებას განვაგრძობთ და BMG საახალწლო თანსაქმიან ეთერს ამჯერად ვუთმობთ დიზაინის ინსტიტუტს, მისი დამფუძნებელი გვასპინძლობს ადგილზე ნინჩო ეგაძე არის ჩვენთან ერთად და მასთან ერთად ვისაუბრებთ როგორც მონაგარზე 2025-ის ისე იმ გეგმებზე, რომელსაც ახავს 2026 წლისთვის დიზაინის ინსტიტუტი. ნინჩო, გამარჯობა. გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მოხვედით. პირიქით მადლობა და ძალიან მიხარია მართლა ამ სივრცეში ყოფნა, იმიტომ რომ ეს არის ის ინსტიტუტი, რომელიც რაღაცა ჩვენ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა და ახალ გეგმებსაც რომ სახავთ და არ ჩერდებით, მართლა ძალიან სასიხარულოა. თქვენთან დაანონსდა სხვადასხვა თქვენ გადაცემაში. მახსოვს. ჯერ კიდე და პირველ რაღაცა ეტაპსაც მე აქტიურად ვაჯამებდით. ახლა მინდა რომ მთელი წელი შევაჯამოთ, როგორი იყო ეს დიზაინის ინსტიტუტისთვის, რამდენად დატვირთული ნაყოფიერი შედეგებით დახურეთ. რთული, მაგრამ ძალიან მაგარი. მე მიმეჩნია რომ სწავლა, კულტურა, ის თემა, რომელშიც ვართ, არასდროს არ უნდა გაჩერდეს. ამიტომ მიუხედავად ყველა გარემო პირობისა, რომელიც ინსტიტუტს ჰქონდა და სტარტაპს ჰქონდა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიზნებისთვის მიგვეღწია. ჯამში 414 სტუდენტი გვყავდა, გარდა იმ სტუმრებისა, ვინც ჩვენთან იყო, დაახლოებით 3000 ადამიანი სხვადასხვა მასტერკლასს დაესწრო სრულიად უფასოდ. ორი ნაკადი გამოვუშვით დიზაინის საფუძვლების ბავშვებს ეძახი, მაგრამ ძალიან ისეთი მოზარდი სპეციალისტები და პროფესიონალები არიან უკვე თავის საქმის. ძალიან ბევრი მაგარი კოლაბორაცია გავაკეთეთ. პირველი, ასე ვთქვათ, მიზანი ფინანსურით შევასრულეთ და ჩვენ მომავალ წელს, ანუ ჩვენ მესამე წელს არსებობისას ვუყურებთ როგორც უკვე break-even-ის წელს და ალბათ მოგების წელსაც. ნახოთ რა იქნება. ძალიან მაგარი პარტნიორები შევიძინეთ, ახალი გუნდის წევრები დავიმატეთ და ოპერაციულადაც გავიმართეთ საკმაოდ, იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პროცესია სტარტაპისთვის, როდესაც ბევრი კომპონენტის გარშემდგარია ჩვენი ბიზნესი. ერთი არის კონსალტინგის მიმართულება, სწავლის მიმართულება და კოლაბორაციების მიმართულება და სამივე მიმართულებით თამამად შეიძლება თქვა, რომ წელში გამართულად ხვდებით მომავალ წელს. თან რაღაც ძალიან აქტიური იყო BMG-ის ეთერებშიც არაერთხელ გაშუქებულა სხვადასხვა ვორქშოპი, ღონისძიება, რომელიც მათ შორის იყო არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სპეციალისტების და ამ კორელაციით შემდგარი. რა შედეგები მოიტანა კონკრეტულად აი ამ ინტერაქციამ და რამდენად დიდია მათ შორის საერთაშორისო სპეციალისტების ინტერესიც? ძალიან დიდია ეს ინტერესი და ასევე ჩვენი ძალიან დიდი ინტერესია, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ, ასწავლონ, ჩაერთონ. მთელი პრინციპი დიზაინის ინსტიტუტით აწყობილია კოლაბორაციაზე, თანამშრომლობაზე და ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა შანსი გამოვიყენოთ ორმაგად, ამაგად, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოთ როგორც ქვეყანას, ისე სტუდენტს, რომელიც აქ მოდის და შესაბამისად მაგალითისთვის მოვიყვან ადამიანი, რომელიც მოდის და გონება, რომ მას შეუძლია ასწავლოს, აუცილებლად ისინი არიან უცხოელებიც და ქართველებიც, აუცილებლად ვაძლევთ შანსს როგორც უფასო მასტერკლასების ჩატარების, ასევე თვითონ სტუდენტებთან შედის, რაღაც კონკრეტულ დავალებებს აძლევს. ჩვენივე სტუდენტები ემსახურებიან იმ პროცესებს, რომელიც შიგნით ხდება და მუშაობენ იმ გარემოში და იმ ღონისძიებებზე, რომელიც ჩვენთან ტარდება და ეს ყველაფერი ერთმანეთს ძალიან ეხმარება. ის დიდი ინსტიტუციები, რომლებიც საზღვარგარეთ თუ საქართველოში, მათ შორის უცხოელები გვეხმარებიან იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს სწავლის ხარისხი და თუნდაც დიზაინი როგორც შინაარსი ვასწავლოთ და დისციპლინა, ძალიან დიდ დიაპაზონს გვაძლევს, იმიტომ რომ ისინი, ასე ვთქვათ, გვიგზავნიან ადამიანებს, რომლებიც რაღაც კონკრეტულ თემებში სპეციალიზირდებიან, გვაძლევენ საშუალებას, რომ სხვადასხვა დარგებიდან, დარგების მიხედვით მოვიწვიოთ მათი წარმომადგენლები, მათ შორის აქაური საელჩოები, აქაური ფონდები და წარმომადგენლები ძალიან აქტიურები არიან და ბიზნესი. ბიზნესი ძალიან გვეხმარება, იმიტომ რომ ისინი ხედავენ პოტენციალს აი ამ ტიპის თანამშრომლობაში. ძალიან ბევრი დაკვეთა არის, ძალიან ბევრი მოთხოვნა არის კონკრეტულად დიზაინის ამოცანებთან დაკავშირებით და გვაქვს პირველი შემთხვევები, როცა უკვე სტუდენტების დაკვეთებიც რაღაცა შედეგამდე მივიდა. მაგარია. როდესაც შედეგები არის თვალსაჩინო და მათ შორის ეს მე ჯაჭურად ისახება და საბოლოოდ მოქმედებს იმაზე, რომ უკეთეს ასე ვთქვათ, ეკონომიკას ვქნით ყველა ერთად. ნინჩო, კურსების თვალსაზრისით, ახალი პროექტების კუთხით, რა არის ის მთავარი გეგმები, რაც უკვე გაწერა დიზაინის ინსტიტუტმა 2026 წლის? უკვე ვიცით, რომ გავაგრძელებთ პროექტს სოციალური დიზაინის კონფერენციის სახით. იცით, რომ ეს კონფერენცია ეხმარება სხვადასხვა საზოგადოების სხვადასხვა წევრებს თანამშრომლობის და კოლაბორაციის და ასევე კვლევის ნაწილში. ამ მხრივ ძალიან საინტერესო იყო 25 წელი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ხორცი შეესხა ამ ჩვენს ინიციატივას და სურვილს. ეს არის სრულიად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და ჩვენი პარტნიორების მიერ დაფინანსებული ღონისძიება, რომელზეც უკვე სტუმრებიც ყავდა, პირველი ბილეთებიც გავყიდეთ და მომავალ წელს უკვე ვიცით, რომ თებერვალში გვექნება სოციალური დიზაინის დღეები, რომელიც მიეძღვნება ინკლუზიურობას და შეღწევად და მარტივად მიღწევად რაღაცა გარემო პირობებს ადამიანებისთვის. ეს არ ეხება მხოლოდ შშმ პირებს, არამედ ყველასთვის ინკლუზიურობის თემა იქნება დიზაინში მიმოხილული და ძალიან საინტერესო ბიზნესები და ფონდები და წარმომადგენლობები იქნებიან. ასევე ივლისში უკვე წინასწარ გვაქვს დაგეგმილი
მეორე ნაწილი ცირკულარული დიზაინის, რომელშიც გაეროს სხვადასხვა კომპონენტების ნაწილშიც და ორგანიზაციებიც გვეხმარებიან, რომ ამ თემაზე საქართველოში ვისაუბროთ ბევრი და თან დიზაინის და შემოქმედებითობის კუთხით. ვიცით წინასწარ, რომ ჩვენი არსებული ფესტივალები და პარტნიორები იქნებიან ჩართული, მათთვისაც საკმაოდ ძნელია, ასე ვთქვათ, ენთუზიაზმი და ინსპირაცია გქონდეთ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი პრობლემაა გარშემო, თუმცა ვფიქრობთ, რომ ერთის მხრივ კურსებით, მეორეს მხრივ აი თანამშრომლობებით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი ჩაერთოს და თუნდაც აი ამ პროცესში არ გაჩერდეს მთავარი. მთავარი არის ის, რისთვისაც ვიღწვით, ხო? ანუ ეს არის განათლება, განვითარება, ჩვენი შვილების მომავალი და ის კულტურა და ის რაღაცა მთავარი ღირებულებები, რომლებიც გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე ალბათ მთავარი რითიც შეგვიძლია რომ ვიამაყოთ არის უკვე შემდგარი პროექტების ჩამონათვალი, რომელსაც რო ვუყურებთ ესე 2 წლის. თქვენი დამსახურებით ეს ყველაფერი რაღაც დოკუმენტირებულია, მაგრამ როცა ვუყურებთ, ცოტა არ გვჯერა რომ ამდენი რამ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან турბულენტური პერიოდი იყო და ასევე ნდობა გაჩნდა, რომლითაც ბევრი ორგანიზაცია, ბევრი მათი წარმომადგენელი გვიბრუნდება და რაღაც კონკრეტული უკვე დიდი ამოცანებით მოდის ჩვენთან, რაც ასაზრდოებს იმას, რაც გვინდა რომ ვაკეთოთ. ხო, ანუ ერთის მხრივ ძალიან გვჭირდება ფინანსური სხვადასხვა მხარდაჭერა იმისთვის, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს მხარდაჭერა გვაძლევს საშუალებას, რომ კარგი საქმეები, კარგი პროექტები ვაკეთოთ და ჩვენი ინიციატივა თავისთავად არის მტკიცებულება იმისა, რომ ყოველთვის არის განვითარების, ყოველთვის არის დამატებითი ღირებულების შექმნის დრო. და შესაბამისად ამ ყველაფრის გარშემო ვართ გაერთიანებული. ეს ხალხიც მოდის და გვეხმარება. და რაც ნამდვილად ჭირდება განათლება, განვითარება, ის თავარი პრინციპში, რაც დღეს კიდევ უფრო სჭირდება საქართველოს ჩვენს ქვეყანას იმისთვის რომ რაღაცა ახალ რეალობაში გადავინაცვლოთ. მადლობა ნინჩო, ძალიან დიდი მადლობა. წარმატება, რასაც შევხედე აგერ მთელი წელი ფაქტობრივად, 3 კვარტალი მაინც გაწერილი გაქვთ და მინდა რომ ყველა შედეგი დათქმულ ვადაში განახორციელოთ. დიდი მადლობა BMG-ს და მთელ თქვენ გუნდს, რომელიც რაღაც მართლა იდეის გაჩენიდან დღემდე გვერდში გვიდგას და ყველაფერი ის რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება პატარა მასშტაბი აქვს, ხარდაჭერილია თქვენი გუნდის მიერ. ასეც გაგრძელდება აუცილებლად წარმატება ნინჩოს, წარმატება დიზაინის ინსტიტუტის მთელ გუნდს და რასაკვირველია ჩვენ მუდმივად ვართ მზად იმისთვის რომ ყველა სიახლე, ყველა საქმიანი ამბავი, შედეგი, რომელსაც დადებს დიზაინის ინსტიტუტი აუცილებლად გავუზიაროთ და გავაცნოთ ჩვენ საქმიან მაყურებელს. წარმატებული 2026.